წელიწადი უნდა დაიწყო უსაფრთხოდ გაზაფხულის ბუნიობის ჟამს. ტროპიკული წელიწადი ეწოდება ამას, ეს ასტრონომიული წელიწადი. გაზაფხულის ბუნიობის ჟამს უნდა დაიწყო შუაგზაზე ხარ. შემოდგომის ბუნიობა წლის პირველი ნახევრის ხანგრძლივი პერიოდი დამთავრდა, წლის მეორე ნახევრის ნაკლებ ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო, იმიტომ რომ დედამიწა ჩვენბოდენა ერთნაირი სისწრაფით არ მიხვდეს მის გარშემო. არამედ ჯერ მიხვდის შედარებით ნელა და მერე შედარებით სწრაფად. სანოდონიშნებს, რიცხვებს, გეომეტრიულ ნახაზებს, უნივერსალური ხასიათი აქვს და მას ყველა ერთნაირად კითხულობს. დაფარული მხოლოდ დამწერლობა და ენა. დამწერლობის ფას ადამიანი ყოველთვის გრძნობს. დღეს თითქმის შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ წერის და კითხვის შესაძლებლობა 1000 წლეულების მანძილზე მხოლოდ რჩეულთა უფლებას წარმოადგენდა. ისინი ქურუმი მწიგნობრები და სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. დამწერლობის ისტორია, ნაწილი მეორე. ქართული დამწერლობის საიდუმლო მხარე მისი სამი სხვადასხვა კონსტრუქციაა: ასომთავრული, ნუსხახუცური, მხედრული. ეს ერთი ხალხის დამწერლობის სამი განსხვავებული ტიპია. ვინ გამოიგონა და ვინ არის შემქმნელი ამ სამი სახეობის სრულიად განსხვავებული პრინციპები, სრულიად განსხვავებული სტრუქტური და განსხვავებული შეხედულებითაც. სამყაროში აღიარებული 14 ანბანიდან მხოლოდ ქართული ანბანია, რომელსაც სამი სრულიად განსხვავებული ფორმის მიუხედავად პარალელურად არსებობის ისტორია აქვს. დღეს ნუსხახუცური ანბანი საეკლესიო სარიტუალო მსახურებისას გამოიყენება. მხედრული დამწერლობით ვსარგებლობთ უკანასკნელი 100 წლეულები. სამწუხაროდ ქართული დამწერლობის ყველაზე არქაული ფორმა, ასომთავრული, საყოველთაო ხმარებიდან ამოღებულია. და მთელი ამ საუკუნეების მანძილზე ამ ანბანებს, ამ შრიფტებს ერთიმეორისათვის ხელი არ შეუშლიათ. ეს დავათის სტელაა, ბარელიეფზე მთავარ ანგელოზებს, მიქაელსა და გაბრიელს ეტრატზე ამოკაწრული ასომთავრული ანბანი ხელში უჭირავთ. ეს საქართველოში აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ანბანური მწკრივის ნიმუშია. ის 367 წლით დაათარიღა მეცნიერებამ. თუმცა ქრისტიანული ხანის წარწერიანი პირველი ძეგლი დმანისში აღმოჩნდა. ქართველი პალეოგრაფების ერთი ნაწილი თვლის, რომ ქრისტიანული ხანის ყველაზე ძველი ასომთავრული წარწერა არის. უფრო ძველი წარწერიანი არტეფაქტი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. შესაძლებელია არქეოლოგიური არტეფაქტების სიმცირის გამო ქართულ მკვლევართა ერთი ნაწილი ქართული ასომთავრულის წარმოშობას ქრისტიანული რელიგიის მიღებას უკავშირებს. მაგრამ შერმატიანიში ნათქვამია, რომ ფარნავაზმა შექმნა დამწერლობა ქართული. ფარნავაზი ვიცით სხვადასხვა საშუალებით არის გაანგარიშებული მისი მეფობის წლები, ეს არის მესამე საუკუნის დასაწყისი, 80-იანი წლები. 280 წელი დაუშვებთ პირობითად. აი თითქოს მაშინ შეიქმნა, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა იმის შემდეგ. არავითარი კვალი არ არის ამ დამწერლობის. დამწერლობა იქნება იმისათვის, რაღაც ჩავიწეროთ, მოსწორია. და არა შევინახოთ და რაღაცა სხვა დროისათვის გამოიყენოს შთამომავლობა. მაგრამ ის უნდა გამოიყენოს იმ თაობამ, როცა შეიქმნა ეს. მაგრამ არ არის. ჩვენი ექსპედიცია კახეთში ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიისკენ მიდის. ნაქალაქარის ერთი ფრაგმენტი ნეკრესის კვადრატია. მკვლევართა აზრით, ეს მზის ტაძრის ნანგრევებია. როგორც ჩანს, აქ მზის ტაძარი იდგა და საკმაოდ ღონიერი საკულტო ცენტრი ფუნქციონირებდა. ნაქალაქარის კიდევ ერთი ფრაგმენტი ტყეშია მოქცეული. გადამღებ ჯგუფთან ერთად არქეოლოგი ნოდარ ბახტაძეა. სწორედ ის მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, რომელმაც ჩვენი დამწერლობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები აღმოაჩინა. ეს იყო საფლავის ქვები, რომლებზეც ეპიტაფიები ქართული ასომთავრულით იყო შესრულებული. ეს წარწერიანი ქვები ჩატანებული იყო, აი ზოგი
გარე კედლებში, ზოგი კიდე სასნახლის კედლებში თითო სასნახლებში იყო, როგორც ქვის მასალა უბრალოდ. რომლის საფლავის ქვებსაც წარმოადგენს ეს წარწერები, ის უნდა ყოფილიყო სადღაც ახლოს აი მიდამოებში. არც ერთში მინიშნება არ არის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და საფლავის ქვებზე, თუ ქრისტიანულ სამყაროში ამ დროისთვის ადრეულ შუა საუკუნეებში, რომელზეც არ იყოს ქრისტე მოხსენებული, ჯვარი არ იყოს, სიმბოლო რამეც თითქმის წარმოუდგენელია. თითქმის კი არა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის რომ იმის უარსაყოფად რომ ეს ქვები არ არის წინა ქრისტიანული ხანისა, მხოლოდ ერთი არგუმენტია, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ქართული დამწერლობა წარმოიშვა ქრისტიანულ ხანაში. ამ ადგილზე ყოფილა ვიდრე აშენდებოდა მარანი, სამაროვანი და ეს სამაროვანში დაკრძალული ადამიანები არაქრისტიანული წესით. ანუ ძალიან დიდი ალბათობაა, რა თქმა უნდა, ვიფიქროთ, რომ სწორედ აი ამ სამაროვანიდან მომდინარეობს ეს ქვები. ქრისტიანულმა ეკლესიამ რამდენიმე ცნობილი აუტოდაფე გაუმართა ხელნაწერებს და წიგნებს. ასე იყო მე-5 საუკუნეში, როდესაც დაწვეს ქართული ეკლესიის ცნობილი მოღვაწის მობიდანის შრომები. მე-18 საუკუნეში გაანადგურეს ვეფხისტყაოსანი. დაკარგულია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი ნებროთის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ მეფე მირიანი მთლიანად იცვლის მსოფლმხედველობას. დაკარგულია სამეფო ოჯახის საკუთრებაში მყოფი მეორე წიგნიც, შემეცნებათა მატიანე. დამწერლობის რაღაცა მომენტში ხდება დემოკრატიზაცია. რა შემთხვევაში, როდესაც არის საჭიროება მე გარკვეული ტიპის ინფორმაცია გავავრცელო ხალხში და ხალხმა ისწავლოს ამ ინფორმაციის ამოკითხვა. აი დაუკვირდეთ, საქართველოში როდიდან იწყება ფართოდ გავრცელება დამწერლობის ქრისტიანობასთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ საჭირო იყო ქრისტიანული ტექსტები ხალხს უნდა წაეკითხა, ეს არ იყო ისეთი პოემები, რომ ზეპირად დაემახსოვრებინათ ამ რაღაც, ეს იყო ქრისტიანული ტექსტები. უნდა წაეკითხათ და ამ საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენეს დამწერლობა. ისმის კითხვა. ეს დამწერლობა იყო ის, რაც ადრე ფარნავაზმა შექმნა თუ არა? ალბათ იყო, მაგრამ ფარნავაზამდე ხო ყოფილა დამწერლობა. რა იყო ეს? ეს ეროვნული მუზეუმის ქვის ფონდია. ქვის ფონდში საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი წარწერებია. არამეული, ბერძნული, ებრაული. მათ შორის უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონის წარწერაა და ის მე-4 საუკუნით თარიღდება. არსებობს პირველი საუკუნით დათარიღებული არამეული ტექსტი ჭარგას ერისთავის შესახებ. ჭარგას ერისთავი ისტორიული ფიგურაა არმაზელი პიტიახშების დინასტიიდან. ამ სტელაზე რამდენიმე ქართული ასომთავრული ნიშანი იკითხება. ქართული დამწერლობის ერთ-ერთი მოდელის მიხედვით ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო გრაფემა ქ, ყველგან ესეთი ფორმის არის, შესაბამისად ამაში გასაკვირი არაფერია და ეს ორი გრაფემა, ეს ჭ და ს, ადრეც ასევე იყო მიჩნეული, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჭ და ს გრაფემები და შესაბამისად მივიღეთ ასეთი წარწერა. ქართლისა პიტიახში ჭარგას ან პიტიახში ჭარგას. პირველი საუკუნის კიდევ ერთი არტეფაქტი, სადაც 4 ქართული ასომთავრული ასოა, ვერცხლის ლანგარია. ლანგრის ფსკერზე ბერძნული წარწერაა. მე მეფე ფლავიოს დადემ, ვაჩუქე ბერსუმა პიტიახს. ქართული ასოები ფსკერის შუაგულშია, წრით შემოვლებულ არეში. ეს ამ ლანგრის პატრონების ინიციალებია. ძალიან ლოგიკური იყო, რომ მასზე აღბეჭდილი ყოფილიყო ლანგრის ორი სხვადასხვა მფლობელის, ესე იგი ბერსუმ პიტიახშის და მანამდე კი ფლავიოს დადეს სახელის აღნიშნული ინიციალები. პირველი ლიგატურა, რომელიც ასე იშიფრება BP, ემთხვევა წარწერაში მოხსენიებულ ბერსუმ პიტიახშის ინიციალებს. B არაერთგან გვხვდება ჩვენ ქართულ წარწერებში, მაგალითად ნეკრესში, ასეთი მსგავსი P გვხვდება დავათის სტელაზე, შესაბამისად ეს ვარაუდი ვფიქრობ, რომ სავსებით გასაზიარებელია. მეორე ლიგატურა გამოიყურება ასე, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ ორი გრაფემის P და D გრაფემების შერწყმულ ვერსიად. აი, როგორც ხედავთ, ეს გრაფემები არაერთგან გვხვდება მსგავსი ფორმით სხვადასხვა წარწერებში და შესაბამისად ვფიქრობთ, ეს ახლებური წაკითხვა ამ ვერსიისა საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. აქაული დროიდან კალენდარული დღეების, თვეების, წელიწადების ათვლა ანბანის ასო-ნიშნების საშუალებით ხდებოდა. ეს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ანბანის კიდევ ერთი დანიშნულება იყო, რომ შეიძლებოდა წელთაღრიცხვის აღწერა.
ჩვენ ყველა ძეგლებში სულ ჩაწერილია ასონიშნები, თარიღები. სულ ხასაბას წიგნი რა იყო, სულ ყველაფერი თარიღები აქვს ჩიპოყა და მასწავლებლით. სულ ჩაწერილი. სულ ამით ძალიან მე-19 საუკუნის ჩათვლით ეს კულტურა იყო ძალიან მაღალ დონეზე. კალენდარული დღეების და თვეების აცვლა ანბანის ასონიშნებით ხდებოდა სემურ ანბანურ სამყაროში. ასე იყო არქაულ ბერძნულ ანბანურ სამყაროშიც. ისტორიული გადმოცემით ფინიკიური ანბანი საბერძნეთში პირველად ფინიკიელმა უფლისულმა კადმოსმა ჩამოიტანა. ამ ღვაწლისთვის ღვთაების პატივი მიაკუთვნეს კადმოს და საბერძნეთის საკულტო ცენტრში დელფოსში კადმოსის სახელობის სამისნო ააგეს. ეს ქრისტემდე მე-9 საუკუნეში უნდა მომხდარიყო. ერთი გადმოცემით, სწორედ კადმოსმა გაავრცელა ანბანი საბერძნეთში, რადგან ანბანი, რომლითაც ვსარგებლობთ, ითვლება, რომ ფინიკიელებისგან გადმოიღეს ბერძნებმა. ეს მაინც საკამათო საკითხია. ყოველ შემთხვევაში ბერძნები ანბანში ამატებენ ხმოვნებს და სრულყოფილ ანბანს ქმნიან. ეს უდაოდ ასეა. ისტორიოგრაფიაში დაცულია ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დელფოსში ანბანის შექმნისთვის და მისი რეფორმისთვის შეიქმნა ქურუმთა საგანგებო კომისია, სადაც ქართველური ტომების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბერძნების მხრიდან კომისიაში მწიგნობარი მოხელეები პალმედი და სიმონიდი შედიოდნენ. ქართულურ მხარეს მითა მესხი და მისი დელეგაციის წევრები წარმოადგენდნენ. სხდომები მიმდინარეობდა დედოფლის სასახლეში. მითა მესხი ანბანის რეფორმატორთა შორის ერთადერთი არაელინი იყო. ვინ არის არაელინი მითა მესხი? რას ამბობენ მასზე ისტორიული წყაროები? ევროპულ ისტორიოგრაფიაში პირველად გერმანელი მკვლევარი ჰიუგო ვინკლერი ალაპარაკდა, რომ ფრიგიის ლეგენდარული მეფე მიდასი და მითა მესხი ერთი და იგივე პიროვნება იყო. ფრიგიის მეფეთა და მესხთა ტომების სამეფო დინასტიური სახელების მსგავსება ხილის გულზე იდო. ბაბუა, ბუბუ, მითა. სავარაუდოდ ესენი ქართული ტომების პირველი მეფეების სახელებია. მესხ მეფეთა არსებობას და მათ სამხედრო გამოცდილებას პირველად ასურული ლურსმნული ტექსტები ახმოვანებენ. ეს ქრისტემდე მე-12 საუკუნეში 5 დაუმარცხებელი მესხი მეფის ამბავია, რომლებმაც 20,000 კაციანი ჯარით კათმოხის მიწა-წყალზე სასტიკი ბრძოლები გაუმართეს ასურეთის მეფე ტიგლატ-პილესერ პირველს. ქურუმთაწრემ, რომელიც ასომთავრული ანბანის პროექტზე მუშაობდა, დროის ათვლად ძველ მსოფლიოში გამოყენებული ბაბილონური მთვარის და ეგვიპტური მზის კალენდარული სისტემების სინთეზით მოახდინა. ამ სინთეზის შედეგად ასომთავრულ ანბანში ასონიშნების სპეციალური საინფორმაციო ჯგუფები შეიქმნა. ძალიან საინტერესოა, მაგალითად ის ამბავი, რომ ქართული ჯგუფი რაღაც სტრუქტურაში თავსდება პირდაპირ. ან მთვარის ღმერთს ნიშნავს ძველ ბაბილონში. ის ქართული ასომთავრულის პირველი ნიშანი და მთვარის იდეოგრამაა. ანის რიცხვითი მნიშვნელობა 1-ია. რიგითი ნომერიც 1. ასეთია შუმერულ აქადური ლურსმნული დამწერლობით ან მთვარის ღმერთი. ასეთი იყო ბაბილონში ან ღმერთის აღნიშვნა. სხვათა შორის იგივე ლურსმნული ნიშნით აღინიშნებოდა ილ-მარცვალიც, რომელიც ზოგადად ღმერთს ნიშნავდა. ხარის შუმერულ აქადური ლურსმნული დამწერლობა ასეთია. ქართული ასომთავრული ხარი გამოიყურება ასე. ფინიკიურ ანბანში 21 ასონიშანია და ყოველი მათგანი მთვარის დღეა, მაგრამ ფინიკიურ ანბანს მთვარის ასტრონომიულ 28 დღემდე 7 დღე, ანუ მთვარის ფაზის 1/7 აკლდება. ქართველმა სწავლულებმა მთვარის სრული ასტრონომიული ციკლი დააფიქსირეს ანბანში. მთვარის ღმერთის ან ასონიშანს 21 დღის, მთვარის ფაზების აღმნიშვნელი 21 ასონიშნის ინფორმაციულ ჯგუფს 7 ასონიშანი მიუმატეს. ეს ასონიშნები მთვარის ღმერთის ორეულის და მისი ღვთაებრივი ზვარადის ხარისგან წარმოებული ასონიშნების ჯგუფია. დასრულდა მთვარის ხილული მოძრაობა ცაზე. გავიდა 28 დღე. ახლა დღენახევარი მთვარე ცაზე აღარ გამოჩნდება. მთვარის ამ უხილავი ფაზის ერთ დღეღამეს შთამბეჭდავის სახელწოდებით ძილ ასონიშნით აღნიშნავს ქურუმთა გასტა. ორი დღე ხო არ ჩანს მთვარე და აი ეს ძილს არის მიცემული. ჩემო ბატონო, აღა უმთვარო ღამეა და დასაძინებლად არის წასული, რომ ახალ მთვარე მოკვდა მთვარე ისე დაამთავრა თავის ისე და მერე ისე იბადება ახალი მთვარე.
მომდევნო ღამეს ძილიდან გამოსული მთვარე ცაზე ნაწილობრივ გამოჩნდება. მთვარის ამ ფაზას წილ ასონიშნის გეომეტრიული ნახაზი აღწერს. მთვარის კალენდარი მზის წელიწადზე ხანმოკლეა. მთვარის თვე 29 დღე-ნახევარი გრძელდება. ამიტომ მთვარის წელიწადის ხანგრძლივობა 354 დღე-ღამეა. მზის კალენდრის 365 დღე-ღამეზე სწორება 19 წელიწადში ერთხელ ხდებოდა. ამას ქართულ ასომთავრულში ასონიშანი რაე აღწერს. ქართული ანბანის მე-19 ასონიშანი რაე ეგვიპტური მზე ღმერთია. მზე ღმერთი ეგვიპტური იეროგლიფებით სამგვარად იწერებოდა. ჩვენ მესამე იეროგლიფზე შევჩერდებით. ის ორი ნაწილისგან შედგება: ბაგისა და მკლავისგან. პირი ეგვიპტურად იკითხებოდა რა. მკლავის იდეოგრამა ეგვიპტურად გამოითქმებოდა ე. რასა და ეს შეერთება რაეს გვაძლევს. ეს ყველაზე მოძრავი იდეოგრამაა ასომთავრულში. ის უკიდურესად დინამიკურად მოძრაობს და მისი მოძრაობა ბორჯღალს ემსგავსება. ძველ მსოფლიოში რიცხვი 19 საკრალური რიცხვი იყო. არსებობდა მთვარის და მზის კალენდარული 19 წლიანი, ეგრეთ წოდებული მეტონის ციკლები. 19 წელიწადში ერთხელ მზისა და მთვარის კალენდარული დღეების სწორება ხდება. მთვარის 19 წლიანი ციკლი დღემდე მოქმედებს სამყაროში და მართლმადიდებლური ყველაზე დიდი დღესასწაულის, აღდგომის გამოთვლაც დღემდე მთვარის 19 წლიანი ციკლით ხდება. ეს საკრალური ცოდნა იგივე ძველი ქურუმების დამალული სიბრძნე იყო, ეზოთერული სიბრძნე იყო, რაც სინამდვილეში მეცნიერულ ცოდნას წარმოადგენს. მზის ეგვიპტური კალენდარი ძალიან საინტერესოდ აისახება ქართული ასომთავრული ანბანის მწკრივში. მზის კალენდარული წელიწადი 12 თვეა. მზის წელიწადის 12 თვეს ანგარიშობს ასონიშანი ლასი. ლასი მე-12 ასონიშანია. მისი რიცხვითი მნიშვნელობა 30-ია. ეს ეგვიპტური მზის კალენდრის ფორმულაა. წელიწადში 12 თვეა და ყოველ თვეში 30 დღე. ეგვიპტეში 365 დღიანი მზის კალენდარული ციკლი რომ შესრულებულიყო, 360 დღეს 5 დღე, ეგრეთ წოდებული ეპაგომენი ემატებოდა წლის ბოლოს, რომელიც დიდი საახალწლო დღესასწაულით აღინიშნებოდა. ასომთავრული ანბანის კალენდარული სწავლებით 360 ემატებოდა 5 დღე, 5 ასონიშანი. ამ ფორმულაში ასომთავრული ანბანის ყველა 35-ვე ასონიშანი მონაწილეობს. წელიწადი მთავრდებოდა თევზის ზოდიაქოში. ლასი ქართულ წარმართულ პანთეონში თევზის ღვთაებაა. კოლხები ჰელესას იმას უმღეროდნენ თევზის ღვთაებას აქ აღმოსავლეთ საქართველოში მეთევზე სათევზაოდ ლას ემედრებოდა თევზის ღვთაებას, რომელსაც თევზი დამაჭერინეო. მაგრამ როგორ და სადამატებდა ქართული კალენდარი 360 დღე-ღამეს 5 დღეს, რომ შესრულებულიყო მზის სრული 365 დღიანი ციკლი. ეს ასომთავრული ვინის ფუნქციაა. მისი რიგითი და ანბანური სათვალავი 6-ია. გრაფიკული გამოსახულება უსწორმასწორო სასწორი. უსწორმასწორო სასწორია გამოსახული, რატომ ესე იგი პირველ ნახევარი ხო ხედავ მსუბუქია და აქ უნდა დაუხსო 5 და 6 დღე სწორედ, იმიტომ რომ გაწონასწორდეს და შევიდეს მზე შემოდგომის ღეღამსწორობის სასწორის თანავარსკვლავედში და იმიტომ ეს სასწორი გამოსახული. რადგან წელიწადის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია ვიდრე წლის მეორე ნახევარი, ამიტომ 5 ან 6 ეპაგომენი წლის პირველი ნახევრის 6 თვეს ემატებოდა. ეს ქართველ სწავლულთა უპირატესობა იყო თავისივე ეგვიპტელი კოლეგების მიმართ. ქართველმა ქურუმებმა წელიწადის დროის ხანგრძლივობის სხვადასხვაობა ანბანში გააფორმეს. ქართული ასომთავრული ანბანი კალენდარულ წელიწადს გაზაფხულის ბუნიობით იწყებს, როცა მზე ვერძის ზოდიაქოში შედის. კალენდარული წელიწადი მთავრდება მაშინ, როცა მზე თავის მსვლელობას თევზის, ანუ ლასის ზოდიაქოში დაასრულებს. წელიწადის დაწყება 1 იანვარს არ შეიძლება. რა არის 1 იანვარი? 1 იანვარს სენატორები იწყებენ სამუშაოს შესრულებაში. თავის საქმიანობის დასაწყისი. იმარა რაშუაშია რომ არის სენატორები. ისინი როდის იწყებენ თავისი მოვალეობის აღსრულებას. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. ცივილიზაციას გადარჩენა უნდა. ამაშია საქმე. ასტრონომიული ცოდნის სრულყოფილი ფორმულა
ქართული ასომთავრული ანბანის 31 ასო-ნიშანი წილია. ქართველმა სწავლულებმა თავდაპირველადვე მზის კალენდარი 4 წლეულებად დახვეს. 4 წელიწადში 1 მესამე წელი ნაკიან წლად გამოაცხადეს. ეს უმარტივესი არითმეტიკა წილის რიცხვების ჭამია. მაგრამ წილის რიცხვითი მნიშვნელობა 4000-ია. 4000 იგივე 4-ია. ასე ანგარიშობს ძველი სამყარო ათასეულებს ერთეულებად. ამას პითაგორიანული მოძღვრებაც და ბიბლიური ტექსტებიც იზიარებს. მზის კალენდრის 4 წლეულებად დაყოფას მოგვიანებით იულიანური და გრიგორიანული კალენდარული სისტემებიც გაიმეორებს. ოღონდ ერთი განსხვავებით, ნაკიანი წლის ფუნქციას 4 წლეულის მე-4 წელს მიანიჭებენ. 4 წელიწადში ერთი ნაკიანი წლით დროის ასეთი ათვლა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას 11 წუთით და 14 წამით აღემატება. ამ განსხვავებამ საუკუნეების განმავლობაში დააგროვა 14 დღიანი სხვაობა და თანამედროვე მსოფლიომ გრიგორიანული კალენდრის კორექციის საფუძველზე 14 დღით შეცვალა დროის ათვლა. ამიტომაც გვაქვს 1 იანვარს ახალი წელი და 14 იანვარს ძველით ახალი წელი. როგორც ჩანს ქართველმა სწავლულმა ქურუმებმა 11 წუთის და 14 წამის ცდომილების ჭამი იმ ძველ დროშივე იანგარიშეს. მათი გათვლით ერთი დღეღამის მეტობა 128 წელიწადში ერთხელ გროვდებოდა. ამიტომ 128 წელიწადში არა 32, არამედ 31 ნაკიანი წელი დაუშვეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ 128 წლიანი ციკლის ხანგრძლივობაში 1-4 წლეული უნაკოდ უნდა წასულიყო. იულიანური კალენდარი არ არის ზუსტი 128 წელიწადში უშვებს ერთი დღეღამის შეცდომას. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გროვდება ყოველ 128 წელიწადში. ამას ასწორებს ქართული ანბანი. ქართული ანბანის მზის კალენდარი 32 ნაკიან წელიწადს კი ანგარიშობს 120 ყოველ 128 წელიწადში ანგარიშობს 31 ნაკიანს და ეს არის ძალიან სუსტი. რამდენად სუსტი? ფარნავაზ მეფის წარწერაში მითითებულია თარიღი 100,000 წელიწადი. რას ნიშნავს? ქურუმებმა იციან, რომ ეს არის 100,000 წელიწადი ქართული ანბანის მზის კალენდარული სიზუსტე 100,000 წლით არის განმარტებული. ეს თითქმის 100,000 იარსებე. ტროპიკული წელიწადის ასეთი კორექტირება ცდომილების გარეშე მიმდინარეობს. უახლესი ასტრონომიული კვლევები ზუსტად გაიმეორებს ქართულ ასომთავრულში დაშიფრულ კალენდარული კორექციის დეტალებს. პირველად ასეთ გადაწყვეტილებამდე მე-19 საუკუნის ბოლოს დიდი გერმანელი ასტრონომი იოჰან გენრიხ მედლერი მივიდა. მედლერის იდეა რაში მდგომარეობდა, რომ ყოველ 128 წელიწადში 32 კი არ უნდა ყოფილიყო ნაკიანი წელიწადი, არამედ 31 და მაშინ უკვე სიახლოვე სისმიერ წელიწადთან გამოდიოდა იმდენად მაღალი, რომ 80,000 და უფრო დიდი ხნის განმავლობაში 80,000 წლის შემდეგ გროვდებოდა მხოლოდ ერთი დღე სვამილება. ერთადერთი რის გამოც დაიბლოკა ეს პროექტი იმაში მდგომარეობს, რომ გამოყენება არის მოუხერხებელი. ყოველ 100 წელიწადში რაღაცას უაკეთებ ადამიანი შეიძლება რაიმე ედიქტით ან რაიმე ბრძანებით შეცვალო თვითონ ხე. რაც არის ახალ სტილში შემოგანდილი და არაფრით არ ხერხდება ის რომ ყოველ ამ პროცესს ძალიან მოუხერხებელია ყოველ 128 წელიწადში ითვალოთ როდის გააკეთო 32-ის ნაცვლად 31 ნაკიანი წელიწადი. აი წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით არ იქნა შემოტანილი ესეთი ზუსტი კალენდარი. ტროპიკული წელიწადის კალენდარი ასე გამოიყურება. 365 დღეღამე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი. ქართული მზის კალენდარი კი ასე გამოიყურება. 365 დღეღამე, 5 საათი, 48 წუთი, 45 წამი. აქ განსხვავება მხოლოდ 1 წამია. ომარ ხაიამის მე-11 საუკუნის კალენდარით ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობა 19 წამის ცდომილებით არის განსაზღვრული. მაიას კალენდრით 17 წამით. ესე იგი ქართული ანბანური დამწერლობა ურთულესი კალენდარული ანბანური დამწერლობა, რომლის მსგავსი კაცობრიობა არ იცის. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ქართულ ანბანში თავდაპირველად 35 ასო-ნიშანი იყო. ჰაე და ჰოე მოგვიანებით დაემატა.
ყველა უძველესი ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშნით კერძოდ ჯვრით მთავრდება და ქართულ ასომთავროშიც 35 გრაფემად ჯ იდეოგრამაზის. ეს უკვე ანბანის დასასრულის მაუწყებელია. ჰ-სა და ჰ-ის დამატება შემდგომი მოვლენა უნდა იყოს და არის მოსაზრება, რომ ეს გაკეთებულია მავანი რეფორმატორის მიერ, რომელიც ახლობით ფარნავაზის ეპოქაში მოღვაწეობდა. ქართულ ასომთავრულ ანბანში დაშიფრული წარმართულ ღვთაებათა პანთეონი ასე გამოიყურება. ან მთვარის ღმერთი, ცის ღმერთი, მზე ღმერთი, დღესინდელი. თვალი მზე, ღმერთის ემბლემა. ღვთისკარი, უხილავი ღმერთის სამყოფელი. ცისკარი, ასული ცის ღმერთისა, დედოფალი ცისა. ხარი, მთვარის ღმერთის შვილი. მისი ზვარაკი. ჯვარი, ანბანის დასასრულის ნიშანი. შემოიღო თუ არა ქართული ანბანი, ამოქმედა 128 წლიანი პერიოდი, ანუ ქართული წელთაღრიცხვა დაიწყო. მზის ყოველწლიური კალენდარული სისტემა. გათავდა. დროც აგვაქვს, კალენდარიც აგვაქვს, დროისათვის აღვაქვს ქართული წელთაღრიცხვა. გვაქვს მზის კალენდარული წელთაღრიცხვა. გათავდა. უძველესი ქართული კალენდარული თვეების დასახელებებიდან მხოლოდ 11 მათგანს მივაკვლიეთ. ახალწლისა, სტუელისა, ტირისკნისისა, ტირისდენისა, სურწყუნისისა, აპნისისა, მიხრაკანისა, ანუ მარიალისა, იგრიკისა, ვარდობისა, ქუელთობისა, არდადეგისა. ქართველები გადავედით ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე ახალი წელთაღრიცხვის 300 წელს. პირველი ქრისტიანული წელთაღრიცხვა კაცობრიობისა არის ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა, რომელიც აგრეთვე დაფარულად ეს ქართულ ანბანში. ქართული ანბანი მოდის და ფარნავაზის დროს შეიცვალა. იმის დროს ეს ყველაფერი გათვლილია ქურუმებს 1000 წლეულებზე. აი, ხუმრობა საქმეა. სიტყვა ანბანი პირველი ორი ასონიშნის გაერთიანებითაა მიღებული და მას მთელ მსოფლიოში ასეც უწოდება. შუამდინარული ცივილიზაციის უმაღლესი ღვთაება სინ, იგივე ნანამთვარის ღმერთი და მზის ეგვიპტური საკულტო პანთეონი ქართველი სწავლულების წყალობით ერთიანდება. ამ სინთეზის შედეგად ჩამოყალიბდა ქართული კალენდარული სისტემა. კალენდარი დადასტურებულია ქართულ ორიგინალურ ძეგლში. ეს ძეგლია ქართული ასომთავრული ანბანი.